action plan on drone security and ევროკომისიამ მავნე დრონების წინააღმდეგ ახალი სტრატეგია წარადგინა. მისი საშუალებით ამიერიდან ბლოკის ტერიტორიაზე მოხვედრილი მავნე უპილოტო საფრენი აპარატების იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში მოგერიება სწრაფად და ეფექტურად იქნება შესაძლებელი. ეს ევროკავშირის პასუხია იმ მრავალ ინციდენტზე, რომელიც გასულ წელს ბლოკის სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურასაც შეეხო. მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, გერმანიასა თუ ბელგიაში. We have seen that Europe's security environment has changed very profoundly. Everything can be weaponized against us. ჩვენ ნახეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო ძალიან შეიცვალა. ყველაფერი შეიძლება იქნას გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთიანები და რაც მთავარია, ვიყოთ მზადყოფნაში. უკრაინაში დრონების გამოყენებამ ომის ბუნება შეცვალა. დრონები გამოყენებული იქნა ჰიბრიდული შეტევებისთვის, აგრეთვე ევროკავშირის ტერიტორიაზეც. წევრი სახელმწიფოების კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ვიხილეთ დრონები, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ჩვენი საჰაერო სივრცე. ხელი შეუშალეს ჩვენი აეროპორტების მუშაობას და გამოიწვიეს სამოქალაქო თვითმფრინავების სახიფათო აცდენები. დრონების ამგვარი მავნე და უპასუხისმგებლო გამოყენება გავლენას ახდენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ჩვენ საზღვრებზე, პორტებზე, სატრანსპორტო ჰაბებსა თუ საზოგადოებრივ სივრცეებზე. რისკებს შეიცავს საზღვაო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით. ეს პირდაპირ ეხება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ეკონომიკას. შესაბამისად მოითხოვს ეფექტურ და კარგად კოორდინირებულ პასუხს ჩვენი მხრიდან, მათ შორის სამოქალაქო და სამხედრო ძალისხმევას. And also from the European Parliament to have a united response. ევროპელების ახალი გეგმა ფოკუსირდება მზაობისა და თავდაცვის უნარიანობის გაზრდაზე, ინოვაციურ გადაწყვეტაზე 5G ინფრასტრუქტურის გამოყენებით. ახალი სტრატეგია გულისხმობს იმგვარ ტექნოლოგიებში ინვესტირებასაც, რომლებიც მავნე დრონების სხვა დრონებისგან განსხვავებას მოემსახურება. კომისიამ ასევე განაცხადა სერტიფიცირების ახალი სქემის შესახებაც დრონ საწინააღმდეგო სისტემებისთვის და ანონსა ინდუსტრიული ფორუმიც, რამაც წარმოების გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი.